ვარ ანასტასია კახიძე 12 წლის. სწავლობ მეორე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა მოდელობა, ცეკვა, დიასახლისობა და ჩემი ძმის მოვლა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს მოდელობა. ვარ ძალიან ლამაზი გოგო და მიხდება პოდიუმი. ასე იმიტომ მგონია, რომ სარკეშიც მომწონს ჩემი გარეგნობა და ბევრიც მეუბნება კომპლიმენტებს. მოდელობაზე შესვლა მინდა და ძალიან დიდი ხანია. ახლა შევედი, სულ რაღაც 2 თვე მაინც იქნება და ძირითადად იმიტომ გადავწყვიტე, რომ რატომაც მგონია, რომ შესაძფერი სიტანიც მაქვს და ინტერესიც მაქვს დიდი. მოდელობაში გრძნობ თავს კომფორტულად და არის ჩემი სფერო. დიდი ხანია ვეძებდით კარგ სააგენტოს და ახლობლის მეშვეობით გვირჩი ერთ-ერთი სააგენტო ნატალიენი და მან მივედი დედიკოსთან ერთად. მასწავლებელს ჰქვია მაია და თავი ისე მომაწონა, რომ ამ სააგენტოში დავრჩი. რომ მივედი, დამხვდა ძალიან მეგობრული გარემო, ძალიან მომეწონა თვითონ შიგნით სივრცეც და ძალიან კომფორტულობა იგრძნობოდა. პირველი ეტაპი იყო გაწელვები, მომზადება სხვადასხვა სიარულისთვის. ჯერ დავიწყეთ გაწელვები, მერე გვაქვს რამდენიმე ცეკვა, რომელიც გვეხმარება პოზების მიღებაში. შემდეგ ვიწყებთ სხვადასხვა და მრავალფეროვან მოძრაობებს. ადრე დავდიოდი ცეკვაზე და ეს ახლა ძალიან მშველის. მიყვარს ქართული ცეკვები, სამწუხაროდ ჯანმრთელობის გამო გამოვედი. ანტალიაში მივდოდით, მან თქუნა კონცერტზე, ზუსტად მაგ დროს გამოვედი. ჩემი საყვარელი ცეკვაა აჭარული. ისევ მოდელობას რომ დავუბრუნდე, ჩემი გეგმები არის ამ სფეროს გავყვე ბოლომდე და მაქსიმალურ შევეცდები, რომ მომავალი მოდელი გავხდე. პირველ ეტაპზე ჩემი ოცნებაა გავხდე მის საქართველო. დედიკოც ძალიან ლამაზი მყავს, მაგრამ გარეგნობით სახის ნაკუთებით და სიმაღლით მამიკოს დავემსგავსე. სახლში ვცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო, ჩემი და და ჩემი ძმა. კიდე მინდა ვყავდეს ერთი პატარა და. ჩემი და არის 19 წლის და ქვია ელენე. ის არის ჩემსავით ლამაზი პრანჭია, მეგობრული და კეთილი. ჩემი აზრით ელენე გამოვა კარგი მენეჯერი. ჩემი ძმა არის 6 წლის და ქვია ილია. ის არის ნიჭიერი ცელქი, ნერვების მომშლელი, მორცხვი, მაგრამ ძალიან ნიჭიერი. ნერვებს მიშლის, როცა თამაში უნდა და კანში ვერ ეტევა. მოდის და ჩემს საქმეს არ მაცდის. ილია ალბათ გამოვა ფეხბურთელი. მამიკო არის სიმპათიური, მშრომელი და ჩემი ყველა სურვილი შემსრულებელი. მე ვარ დედიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი, ნიჭიერი და ჭკვიანი. დედიკოს წყალობით მეც ვარ უკვე ძალიან კარგი დიასახლისი. მართალია საჭმელების გაკეთება არ ვიცი, მაგრამ სულ ვალაგებ სახლს. რაც მთავარია, გამომდის გემრიელი ყავის მოდუღება. ახლა მინდა ვიყო 2 წლის, რადგან მენატრება ბაღი. ჩემი აზრით, ბავშვობა არცაკში არ მთავრდება, რადგან ყოველთვის შეგვიძლია მოვიქცეთ ბავშვივით. ყველა დიდ ადამიანში სულ ცხოვრობს პატარა ბავშვი. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ჩემს კლასელებთან ერთად ვერთობ. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ნიკოლოზ ფაფავა. ყველაზე ჭკვიანია გიორგი გურამიშვილი. ყველაზე მშვიდი არის მათე ბეჟანიძე. ყველაზე ცელქია დემეტრე გოგუაძე. ძალიან გამიმართა, რომ ასეთ კარგ სკოლაში და კლასში მოვხდი. ჩემი საყვარელი საგანია ბუნება. საყვარელი მოსწავლებელია ნანა ჭელიძე. იმიტომ რომ ლამაზია, ჭკვიანი, მშვიდი და კაწონასწორებული. ჩემი სკოლის დირექტორი რო ვიყო, დასვანებებს უფრო გავხდიდი დიდ ხნიას და გარემოსაც შევცლიდი. მაგალითად, მთელ სკოლას გავხდიდი უფრო ფერადს და ხალისიანს. მიყვარს ფილმების ყურება და საყვარელი ფილმია ხიდი ტერაბიტიაში. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი მის მსოფლიო. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ანასტასია რომ არ მერქბას, რა მერქმეოდა. მე ანასტასია დამარქვა მამიკომ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ანასტასია რომ არ მერქბას, მერქმეოდა ელაიზა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად იცხოვრებდა უკაცრიელ კუნძულზე. მე მაგალითად უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრდი ჩემ დასთან ერთად. ჩემი ოცნების საჩუქარია პატარა ლეკვი. ბავშვობიდან პირდებოდნენ, მაგრამ ისე გავიზარდი, რომ ლეკვი არასოდეს მყოლია. ყვავილებიდან მე ვგავარ თეთრ უეკლო ვარდს. ასე იმიტომ მგონია, რომ ჩემნაირი ხასიათი და ლამაზი გარეგნობა აქვს. ბედნიერება არის ოჯახთან ერთად გატარებული დრო. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.